ცნობილი ქართული მხატვარი თემო გოცაძე კი იუბილარი 25 მარტს მას 70 წელი შეუსრულდა. მხატვარს იუბილის აღნიშვნა ექსპოზიციით სურდა, თუმცა შემდეგ გეგმები შეეცვალა და ახალი ნამუშევრების ნახვის საშუალება მხოლოდ მის ახლობლებს ჰქონდათ. თემო გოცაძის შემოქმედებისა და მისი ახალი ნამუშევრების შესახებ თამარ ქრძელიძე კი ამბობდა. ჭირიმე შენი. ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე შემიძლია. თემო გოცაძის დღე ასე დაიწყო. დილიდან სატელეფონო ზარები არ წყდება. მეგობრები მხატვარს იუბილეს ულოცავენ. თავად ახალ კოლექციას ასრულებს, რომელიც მალე ახლობლებს უნდა აჩვენოს. დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ჩემთანაა. ასეთია ნახატების სერიის სახელწოდება, რომელიც მისი სხვა ნამუშევრებისგან რადიკალურად განსხვავდება. იყო რაღაცა იმპულსები, რომელმა იმპულსებმაც მე ის გამაგათებინა. ესე იგი, მე მიყვანა აბსტრაგირებულ აზროვნებასთან. მე მიყვანა იმასთან, როცა ესე იგი ურბანისტულისა და პასტორალურის შეერთების ცდებთან. რაც თავი ახსოვს ხატავს, სხვა პროფესიის არჩევა არც უფიქრია. ამბობს, რომ მისი ქირურგი მამა კარგად ხატავდა და ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა. შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია, გამოფენები და აღიარება. საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, ამიტომ სანამ ნაფიქრ სტილოზე გადაიტანს, მის მოდელს აკეთებს. ესკიზები ხშირად იცვლება. ერთმანეთს მიშლიდა ჩემი პედაგოგები, რომ არასოდეს სწავლის პროცესში შემოქმედებასთან არ მიხვიდე. ჯერ ისწავლე და მე აკეთე შემოქმედება და ასეც იყო მე მთელი ესე იგი ჩემი სწავლის პროცესი დამთავრდა აკადემიურად დავამთავრე მაშინ. პირველი ჩემი სურათი იყო ლურჯა ცხენები. ლურჯა ცხენები 64 წელს დაიწერა. მას შემდეგ ცხენს მხატვრის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს. ზუსტად არ ახსოვს რამდენი ტილო შექმნა, თუმცა იხსენებს, რომ 2003 წელს ექსპოზიციაზე 300 ნახატი გამოფინა. დღეს გულისხმდება, რომ მხატვრებს საკუთარი ნამუშევრების გამოფენის საშუალება არ აქვთ. ქონდა საგამოფენო სივრცეც, ქონდა საგამოფენო დარბაზებიც, ქონდა ფულიც, რომელსაც ვიძენდით თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებას. ყველაფერი ეს იყო. არაფერი აბსოლუტურად აღარ არის. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე არ შეძენილა არც ერთი თანამედროვე ნაწარმოები ქართული მხატვრისა. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მხატვარი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და ფიქრობს, რომ ხელოვნების უკტავი ნიმუშები კიდევ შეიქმნება. თემო გოცაძეს მიაჩნია, რომ წინააღმდეგობის გარეშე ტილო არ იხატება. ის მუდამ სიახლის ძიებაშია და საკუთარი შემოქმედების თაყვანისმცემლებს კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს პირდება. თბილისის დიდი